მოგესალმებით Echo Chamber-ის სტუდიიდან. წესი დღეს მე-10 ეპიზოდი უწევს და როგორც წინა ეპიზოდში დაგვირდით, დღეს გვექნება ლაპარაკი მიმოხილვა საკვებ დანამატებზე. და თაცოსაც შევეკითხები როგორც ესეთი კითხვა-პასუხი არა, მაგრამ მიმოცვლა გვექნება ინფორმაციის, მეც მაინტერესებს თათო ისე არის რა. მე რამდენი ხანი უკვე რამდენი წელია რომ მოვიხმარ სახში სულ გვაქვს რაღაც საკვები დანამატები, ასე თუ ისე ხან მეტი ხან ნაკნები. არა ისე გამოდის რომ თითქმის არასდროს არ ინტერესება და დიდად საკვები დანამატების ცოდნა, რა ვთქვათ, general population რაღაც მაგდონეზე აქვს, როგორც უმეტესობა თქვენგანმა იცით, გაგიგია, მასე გაუგია ზუსტად ესე რომ ბევრი თემა განგვიხილავს სახში ვარჯიზე, კვებაზე და მაგრამ ესე ცალკე საკვები დანამატები და ესე რომ დავждდეთ და ჩავეკითხო აბარა ესეც მეკითხება, ხო ეს ამისთვისა რაღაც რატოსვა, იმიტომ რომ კარგია სულ ეგრე პასუხობდი ხომ. ესე ღრმად ახსნით, არაზოს არ ამიხსნია და არც დაინტერესებულა სიმართლე გითხრათ და სხვა შორის ეგეც ისე არის რა, შენ შეამჩნევდი ეხლა თითქოს რამოდენიმე წენია რაც გაჩნდა ინტერესი საკვები დანამატების მიმართ, რაც უფრო მეტმა ხალხმა დაიწყო ვარჯიში, სწორკვებასაც ვარჯიშზე გინდა არ გინდა თან ახლავს მით უმეტეს თუ რამოდენიმე თვე მიავე და ასე თუ ისე სისტემატიურობაში გადაიზარდა, ბუნებრივი განვითარება რომ ადამიანს უკვე ყურადღების მიქცევა უნდება კვებაზე და კვებაზეც რომ რაღაცებს ცდილობს ყურადღებას აქცევს, ახალ რაღაცებს იგებს, მერე უკვე გინდა არ გინდა იქ მაკრონუტრიენტები, მიკრონუტრიენტები, ვიტამინები, მინერალები და ეგ ყველაფერს მერე ბუნებრივად მივყავართ საკვებ დანამატებამდე და ეგ ვთქვი რომ ბოლო რამოდენიმე წენია ალბათ რომ ანთლად აქტიური ლაპარაკები დაიწყო თქვა არა, მაგრამ ყურადღება თუნდაც სექსისტური განცხადება არ არის, მაგრამ მამაკაცები უფრო ადრე ინტერესდებიან, თქო, უფრო საკვები დანამატების მიმართ, თითქოს უფრო რაღაც შიშიც ნაკლებია და თითქოს უფრო მეტი როგორ თქვა, რაღაცა წარმოდგენა აქვს, რომ მეტად საჭიროა და მეტად უფრო დაეხმარება ვიდრე თქვათ მდედრობით სქეს, ეს ეგრეა, ეხაც უფრო თითქოს რაღაც ეშინია ქალს უფრო საკვები დანამატის მიღება ვიდრე კაცს, მაგრამ ჩემ დროსაც ისე მახსოვს ჩემ დროს ვიძახი რაღაცა 2000 რაღაც წლებში 2010-მდე ალბათ 15 წლის წინ რომ პროტეინი სიტყვაზე პროტეინის დანევა რაღაცა იქვევით გაფუჭდება ყველაფერი შვინები არ გეყოდება ყველა იყო ეგეთი გამარჯობა პირველ რიგში საშუალება არ მიმეცა რომ მივესალმო და ის მართლა ეგრე გონა ხალხს რომ პროტეინს რო დალევ მე პირველი რომ პროტეინი გამიჩნდა თავში და ვარჯიშობ რაღაცა გუნთები პროტეინი ახლოსაა რაღაცა და რომ ქვევით და არაფერი და ქვევით დავარნა რა თქმა უნდა თან შენ გამრავნება და ასოცი ეს იყო იმას თუ დამე დაგერყა და არა კაცობას არ დავკარგავ მე არა და სადაც გინდა ინგლისური, რუსული, რა წყაროც არ უნდა იყოს. არასდროს არ გადამწყდომი ეგეთი რამე, რომ პირიქით შეიძლება კი არა და რაღაც კუთხით აუცილებლად რაღაც ეხმარება ყველანაირად მაგამბავსაც და ბევრ სხვა რამეს, რაც ახლა ვილაპარაკებთ, მაგრამ არის ვიღაცამ ალბათ, მაგდროს ხო ინტერნეტით უამრავ ინფორმაცია რა ვიღაცამ პროსტა თქვა, ან დალია და რაღაც არ ვიცი რაღაც. შემთხვევა რომ ესო და გავრცელდა საქართველოში და მეც ჩემი პირველი შიში პროტეინთან იყო, რომ კაცობას დავგარგავდი. და ხანი სხვათა შორის ეხა რომ ვიხსენებ ხო რა, სწორი კვება და იქ ცილას ხიმი ნახშირწყალი მაკრომიკრონუტრიენტების ყურადღების მიქცევა იქ ინგლისში დავიწყე, აქ ისედაც და იქ პროტეინიც იქაც პირველ წელს არა, სადღაც მე მგონი მეორე წლის ამბავში, უკვე რო ვარჯიშობდი აქტიურად, კვებასაც ყურადღებას ვაქცევდი, მან გაურისკე პირველად რომ რავი ყველა სვამდა. არაფერი ჭირდა, კარგად იყვნენ და მეც გაურისკე და დავნიე.
და აღმოჩნდა რომ არაფერი საერთო მაგ იმასთან არ აქვს და ბევრს კიდე არ ვიცი მე ჩემი ის გითხარით სხვადასხვა შიში აქვს რომ აი რაღაცა ისეთია თუმცა აქვე ვიტყვის სანამ აი უშუალოდ ახსნას და მნიშვნელობებზე გადავალთ რომ აუცილებელი აი საკვები დანამატები თუ თქვა სისტემატურად კარგად ვარჯიშობ თან კვებასაც ასწევს ყურადღებას აქცევ და ცხოვრების სტილიც ძილი იქნება თუ აღდგენად ყველაფერი ასეც თუ ისე ცდილობ რომ ოპტიმალური კონდეს საკვები დანამატების ესე აუცილებლობა საერთოდ არ არის აი ეხლა რომ ის თქვი რა ყურადღების მიქცევას რომ იწყებენ და აი მანდაც ცოტა ისა გვაქვს რა ეს ბალანსი ყველაფერში აი ვის როგორც წინაზე ვთქვი რაღაც სწორი კვება ვარჯიშ დაწყება უნდა და 1-დან 100-ზე უნდა ავარდნა ეგრევე ყველაფერი იდეალურად გააკეთოს საკვებ დანამატებზეც აი ვიღაცამ 2 დღის წინ გაიგო რომ რაღაცა ცოტა წაგეხმარება რაღაც და ეხა უნდა რომ რაც კი რამე საკვები დანამატია ყველაფერი მიიღოს ანუ ეგ ფენომენი აი ყველაფერში გჭირს რა რომ ეგრევე უნდა პროტეინს, კრეატინის, პრე-ვორკაუტის, ვიტამინების, მინერალების, რამდენს ტყუილა იღებენ, ყველაფერი ისე. რაც აი ძალიან აცდენილია და პირიქით. აი შემინე ვთქვა რომ თუ თქვა კარგად ვარჯიშობ, კვებას დიდ ყურადღებას აქცევ, აი პროტეინკა საკვები დანამატებიც რაც არ უნდა იყოს, სულ რომ აი იდეალურად 100%-ზე დაამატო, აი ცოტათი გაგიუმჯობესებს შედეგს, აი 5-10-15% ალბათ. იქ გააჩნია ინდივიდუალური ამბავი ეგ ზოგს შენება მეტად ჭირდებოდეს რაღაცა კვები დანამატი ზოგს ნაკლებად, მაგრამ ისე რომ მოინდომო და მაქსიმალურად ყველაფერი გააკეთო, კვება ვარჯიში კარგად გააკონტროლო და საკვები დანამატი აუცილებლად დაგჭირდეს, აი თითქმის ყოველთვის ყველანაირად შეძნებ, რომ რაც უნდა ვიტამინი, მინერალი თუ სხვა საკვები დანამატი იქნება, საკვებისგან უმეტესობას მიიღებ. კარგი, ეხლა დავიწყოთ. ისე შენ აი შენს თქვი აბა რომ რა საკვები დანამატი აი რომ თქვა პროტეინი, კრეატინი, საკვები დანამატები რა მოგდის თავში რა აი იცი მე მგონი ჯობია ცალ-ცალკე მკითხო, იმიტომ რომ რატო თქვა ჩვენ რო ყოველთვის აი მე რაღაც სახში მქონდა და ასე თუ ისე სისტემატურად სვამ ვიყენებ ხოლმე სხვადასხვა საკვები დანამატს რაღაცები იყო რომ აი ვიცი რა კარგია დანიეთ თქმა რა ყოველთვის ისე გამოდის რომ აი ანებებ თავს და დიდად არ მიგიწევს მაინც რამე შიშიანის ხო არა გაქვს შენს არა შიში არა მაქვს არაფერს უბრალოდ მავიწყდება მიზარება და არ მგონია რომ რაღაც ისეთ ეფექტს მოახდენს. ეხლა ამ წამს ისაუბრე პროტეინზე ვიტყვი რომ არც მახსოვს ადრე არ მახსოვს რას ვფიქრობდი პროტეინზე, მაგრამ ეხლა ზუსტად ვიცი რომ რა ვიცი მე მგონი არ სწორად არ ვიცი პროტეინი არის ცილა, რომელიც უფრო მარტივი გზა არის ცილის შევსების ადამიანისთვის, განსაკუთრებით იმისა და ვინც ვარჯიშობენ ისინი სვამენ. თან გემრიელია რატომაც არის, თან განაყრებს თუ არ ვცდები, უბრალოდ მე მაქვს ერთი პრობლემა, რომ ლაქტოზის აუტანლობა მაქვს, ჩვეულებრივ პროტეინს ვერ ვსვამ, ერთხელ მაქვს მართლა მარტო გასინჯული დარბაზში ვეგანური და ძალიან არ მომეწონა. მეც არ გაგასინჯული, მეც სულ არა, მაგრამ ხშირად ულაქტოზა მაქვს ხოლმე და დაგინებია და ულაქტოზაც დამემნებია. ხო, მაშინ ხო, არ მომწონს რა. იმიტომ რომ ჩემთვის ხელოვნური მე მაგათაც სტევიათი დამზადებულ ტკბილეულს ვერ ვჭამ, მართლა მირჩევნია. მესმის რომ უფრო ჯანსაღია, მაგრამ შაქარი, და გემო რომელიც აი ეს ხელოვნური დამატკბობელი, ხელოვნური გემოებს ისე გრძნობ და ხვთები, რომ ძალიან არ მსიამოვნებს და სავარაუდოდ პროტეინიც მაგით. ხო, იგრძნობა არ აქვს რომ მარწყვის იქნება ანრის რაღაცა, ხელოვნური ქიმიური. ძალიან მარტივად ვარჩევ მართლა რომ დამიდო 20 დესერტი და ერთი იყოს მარტო სტევიათი მივხვდები რომელიც ძალიან არ მომწონს. ანუ რაღაც დესერტში ჰაი პროტეინოა და პროტეინის ქმნილობა გარეული ეგრევე. აი სანდრო რო ბლინებს რა პენკეიკებს რო აკეთებ. ერთი-ორი ჯერ ვცადე, არ არის უგემური, ძალიან გემრიელია პირიქით, მაგრამ აი ბოლოს რაღაც ის გემომ რომ რჩება, ნუ არაფერთ არ შემიძლია. ნუ აი ხო შენ შემთხვევაში ცოტა რთულდება, მაგრამ შენ შემთხვევაში თუ პროტეინზე დავიწყოთ მაშინ მაქსიმალურად უნდა იცადო რომ აი თქვათ
ცილა რაც ჭირდება შენ ორგანიზმს, რომ ბუნებრივი წყაროებიდან სასაკვებისგან მიიღო. და მაგაზე მოდი მაგით დავიწყებ, რომ სხვა შორის ძალიან ისეა რა, არასწორი წარმოდგენა აქვს ხოლმე უმეტესობას და აი ვისაც ჭამა უყვარს, შეიძლება ჭარბწონიანი არ იყოს, მაგრამ სხვადასხვა საკვები უყვარს და ჭამის მოყვარულია კარგად ჭამს რა. აი თითქმის აი 90% ვერ ვიტყვი, მაგრამ აღანი აი 70 მაინც ადამიანებში აი ცინის ნაკლებობა ძირითადად არ აქვს. ვინც აი ჭამს რა ბევრს რა საკვებს და სხვადასხვა მარტო ხო ძალიან ფიქი ითერები რაღაც ერთი პროდუქტი ორი რაღაც განსაკუთრებით ამას ჭამენ სულ და იქ თუ ცილოვანი არა რა თქმა უნდა, მაგრამ ისე ვინც აი თითქმის ყველაფერი უყვარს საჭმელი გემრიელი ჭამა და ჭამს ყველა პროდუქტს აი ძალიან თუ რა თქმა უნდა სპორტსმენი პროფესიონალი რაღაც სასწავლო რაღაც ვარჯიშებზე არ არის ყველა მინიმუმ რაოდენობა ცილას ასე თუ ისე აგროვებს და აი ეს გინდა თუ არა რომ პროტეინი აი რაღაც კი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და მოხმარებადი საკვები დანამატია აუცილებლობა მაინც ასე ვთქვათ არ არის რა. სანდრო ერთს ვიკითხავ, მე მგონი ადრეც ვიკითხეს რომელიღაც ეპიზოდში, მაგრამ მაინც სპენერისთვის საინტერესო იქნება, რადგან ბევრი გეკითხება ხოლმე, რომელი ასაკიდან არის შესაძლებელი, რომ პროტეინის ფხვნილი მიიღო. როგორ აიცი, აი გააჩნია რა, ასაკი ერთია და მეორე ვთქვათ რამდენად განვითარებულია ბავშვი, წონა როგორ არის რა ფიზიკური აქტივობა აქვს, რა სპორტზე დადის რაღაც შეიძლება უბრალოდ რაღაც ისეთი მარტივი სპორტი რო ავიღოთ რა ველოსიპედზე ზოგჯერ იმას რა ქვია მაგას კატაობდეს ან რაღაც თავისით ფიზიკურად ეზოში რაღაც ფეხბურთს თამაშობდეს ან ფიზიკურად აქტიური ბავშვი იყოს თუ რაღაცა ფეხბურთზე დადის ან რაგბიზე, ცურვაზე, რამოდენიმე სპორტზე ერთად. მერე კიდე მნიშვნელობა აქვს, აი აღნაგობას კონტური მასა როგორ არის. მერე რა თქმა უნდა კიდე მნიშვნელობა აქვს, თუ აი საკვებისგან ვერ იღებს საკმარის და საჭიროება გახდა, რამდენი დანაკნისი აქვს, რამდენად ვერ ავსებთ ასე ვთქვათ პროტეინს. მერე თუ აი ყველა გზა ეცადეთ და აი არანაირად არ გამოდის და თუ სიმპტომებიც იქნა, რაზეც ახლა ვილაპარაკებ protein deficiency-ს რა სიმპტომებიც აქვს და ტესტითაც ანალიზითაც გინდება, მაშინ უკვე 16-ს ვიძახდით, მაგრამ ჩემი აზრით როგორც თქვი რა, თუ დიდი ბავშვია კონტურ მასას განვითარებული, ფიზიკურად აქტიური და ისე გამოდის, რომ სამწუხაროდ ვერ ახერხებს საკმარის პროტეინის მიღებას. აი 12, 13, 14, აი რაღაც ეგრეც არანაირი როგორ გითხრათ რა, თუ თანაკნისია და შევავსებთ რაღაც ზედმეტად დიდი გადაჭარბებული რაოდენობის მიღება არ მოხდება, უკუჩვენება side effect ფაქტობრივად არ აქვს. და ამას დავამატებ, რომ აი განსაკუთრებით, ცილა ვინც იცის რა, ცილა საკვები დანამატი ერთია. ცილა მოლეკულა ადამიანის ორგანიზმში არის აი თითქმის ყველაფერში რა, აი კი, ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველგან სადაც არ უნდა ნახოთ და ჩაწეროთ, პირველი ყოველთვის აგდებს, რომ რაც პასუხისმგებელია კონტური მასის შენებაზე და მის აღდგენა განახლებაზე, მაგრამ ასევე, აი როგორც გითხრათ, თითქმის ყველა პროცესია ჩართული უჯრედებში ათასობითაა ცინის მოლეკულა ჰორმონების ამბავში, საკვების დაშლა, გადამუშავება, შეწოვა, ამ ნუტრიენტების უჯრედებში წაღება, ასე ვთქვათ, ნუტრიენტების და ჟანგბადის მიწოდება უჯრედებში, ასევე მარტო კონტური მასა არა, თმა, ფრჩხილები, კანი, უაღრესად მნიშვნელოვანი ამბავია ცილა და ამიტომ მაგით ვაქვთ ხოლმე რომ აი მე ცილა რაღაც აი თუმცა როგორც თქვი აი თუ ჭამა უყვარს ადამიანს და ასე თუ ისე მრავალფეროვნად იკვება ძირითადად მაინც ყველა შემთხვევაში უფრო გამოდის რომ საკმარის რაოდენობა ცილას
იღებენ, მაგრამ ასევე აი წონის აი ვისაც რადგან აი ჩვენი თემა მაინც უფრო იქით არის ვისაც აი წონის დაკნევა ცხიმის წვა უნდა მანდაც აი კუნთის როგორც ვთქვით მნიშვნელოვანი პირველი არის რომ კუნთის მასის შენებას და აღდგენაზე და აი ცხიმის წვის დროს წონის კნების დროს აი როგორც არ უნდა ჯანსაღი და ზომიერი დეფიციტი გავაკეთოთ როგორც არ უნდა ვივარჯიშოთ კუნთის უჯრედების წვაც კნებაც მიდის ორგანიზმში და მაგ დროს კიდევ უფრო ხაზგასმით მნიშვნელოვანია საკმარის რაოდენობა ცინის მიღება რომ რაც შეიძლება მეტი კუნთური მასის შენარჩუნება მოხდეს რა რომ ეს კუნთური მასა რაც უფრო მეტი გაქვს მეტაბოლიზმი მეტი გაქვს და აი კალორიები მაქსიმალურად მაღლა შენარჩუნდეს კალორია რაც უფრო მეტი იქნება ბევრი სხვადასხვა პროდუქტის მიღების შანსი გექნება და ცილაც ბევრი სხვადასხვა პროდუქტის მიღება რო შეგინე გინდა არ გინდა მეტი დაგიგროვდება რა ასე რომ კი თქვა სწორად აქ ადამიანს რომ აი ცილა ძალიან მნიშვნელოვანი ყველა პროცესში ჩართულია მაგრამ აი როგორც თქვი თუ ოდნავ მაინც აი სწორად იკვებები მრავალფეროვანად იკვებები არც ისე რთულია საკმარის რაოდენობა ცინის დაგროვა თუმცა როგორ რაღაცა იცი აი ძირითადად უჭირთ როგორც იცი ცინის დაგროვება რთული არ არის პრაქტიკაში მინდა ვთქვი უბრალოდ აი ძირითადად უფრო უყვართ ცინის ისეთი წყაროები რომელიც სუფთა ცილა არ არის ანუ ცილაც აქვს და ანუ ცილა არის, მაგრამ ასევე შეიძლება ბევრი ნახშირწყალი, ბევრი ცხიმი მოყვებოდეს რა. ანუ საერთო ჯამში ცინი საკმარის რაოდენობას კი დააგროვებს, მაგრამ ცხიმი და ნახშირწყალი ძალიან ბევრი გამოდის და აი მან ხდება გაჭედვა, რომ ვისაც წონის დაკნება უნდა ეს კალორიები რამდენი ცილა დააგროვოს და ნახშირწყალი და ცხიმი რამდენიც უნდა მიიღოს, არა, კალორიები შეზღუდული აქვს. და აი უნდა იმ შეზღუდულ კალორიაში ცინის საკმარის ცინის რაოდენობის დაგროვება აი მან რთულდება უკვე და მასეთ შემთხვევებში არის რომ ცოტა უფრო მეტად საჭირო ხდება თქვათ პროტეინის ფხვნილის გამოყენება იმიტომ რომ აი როგორც თქვით სუფთა ცინის წყაროები თქვათ ხორცი ქათმის თქვათ ხორცის და ასევე ფინე ნაკლებად ცხიმიანი საქონლის ხორცი თქვათ ნაკლებად ცხიმიანი თევზის ნაკლებად ცხიმიანი აი ძირითადი რო ცილა კი უყვართ, მაგრამ მაინც და მაინც ბევრსაც და სისტემატურად მისი მიღება ჩემი პრაქტიკიდანაც გამომდინარე ძალიან ბევრს უჭირს. აი ყოველ დღე თუნდაც ან ხორცი იყოს, ან ქათამი, ან საქონელი, ან თევზი, ყოველ დღე რომ მიიღოს, რატომღაც არ არის მიჩვეულნი ბევრი ადამიანი და გასაგებია რომ კიდე კვერცხიც არის, ყვენიც არის, ლობიო, მუხუდო, ოსპი, ბევრი სხვადასხვა ცინის წყარო და ბევრი სხვადასხვა პროდუქტიდან შეგიძლიათ ცილა მიიღო, მაგრამ როგორც გითხარით, აი ეგ უკვე ცხიმი და ნახშირწყალის რაოდენობასაც წევს და წონის დაკნების დროს აი მან ჩდება ცოტა პრობლემა საკმარისი რაოდენობა ცინის მიღების და ამიტომ ან თქვათ მეტი ხორცი ჭამა უწევთ და თუ მაინც და მაინც არ გამოდის ისე რომ კალორია ძალიან არ გავარდეს, მერე უკვე პროტეინის ფხვნილის მიღება შეიძლება. ცილაზე კიდე ხო, აი პროტეინის ფხვნილის ძირითადად ორი სხვადასხვა სახეობის არის რა. ვისაც თანება მოუნდება რომ იცოდეს whey concentrate არის კონცენტრატი და whey იზოლატი. ანუ კონცენტრატი არის თქო ცინის შემცველობა მაგათ შორის განსხვავება ცინის შემცველობა სადღაც 70-80% სუცილა, მაგრამ ცოტა ცხიმი და ნახშირწყალიც აქვს ხოლმე. იზოლატი არის 90%-მდე სუცილა არის და ცხიმი და ნახშირწყალი ძალიან ცოტა, თითქმის არ აქვს ხოლმე და ლაქტოზაც როგორც გითხარი რა, კონცენტრატში შედარებით უფრო მეტია, იზოლატში თითქმის არა, ან ძალიან ცოტა და ათვისებაც აი რომ მიიღე პროტეინს, ორგანიზმს იზოლატს ბევრად უფრო სწრაფად ისვიცებს, ვიდრე კონცენტრატს და ცოტა, ანუ ცხიმი და ნახშირწყალი რომ ძალიან ცოტა თითქმის არა, კალორიაც უფრო ნაკლები გამოდის, კიდევ უფრო სუფთა ცინის წყარო გამოდის, ანუ ეს არასწორი დაყოფა ძირითადად ეს მარკეტინგის ამბავია, მაგრამ თქო თუ მდედრობით სქეს ურჩევენ ხოლმე რომ პროტეინდანია, ნუ იზოლატს ურჩევენ, იმიტომ რომ თქო ცხიმი ნაკლები აქვს, ნახშირწყალი ნაკლებად ძირითადად 90% სუცილა და ცარიელ ცილას იღებს ორგანიზმი. კიდე რა შეიძლება ცილაზე რო ვთქვათ,
ხო, აი როგორც თქვი რა, აუცილებელი არ არის, მაგრამ როცა საჭიროა, მით უმეტეს აი განსაკუთრებით წონის კნების დროს ძალიან ეხმარება ცინის მინიმუმ რაოდენობის შევსებას იმ კუთხით, რომ ნახშირწყალი და ცხიმი ძალიან ჰაერში არ გავარდეს. მადლობა სხვაჩერს ძალიან სიღრმისეულად აგვიხსენ მე. თან აი წონა ხო რა. ჩვენ ბევრი ლაპარაკი შეიძლება, მაგრამ ჩვენ ამბავს წონის კნება და თქვათ აი ცინის დაგროვება და ესე უფრო ისეთია რა. აი შემდეგი გადავიდეთ საკვები დანამატი მაგალითად კრეატინიც ისეთია რა, ეხლა განსაკუთრებით აი ძალიან ისეთია რა კრეატინი ბევრი ლაპარაკობს, ბევრი იძახის. აი რა ის მოგდის. რა არის კრეატინი? რა არის კრეატინი? კრეატინი და რა ერთი ვიცი რომ იცის სითხეს. შენგან ვიცი რომ აკავებს სითხეს და ამიტომ სიკვდილამდე მეშინია. თან ცოტა მაგაზე კითხვის დასმაც მინდოდა, მაგრამ მეზარება რაღაცა დაგისვა, რადგან მაინც არ ვიღებ, ამიტომ საკუთარი ინფორმაცია არ მივიღე. ჩემთვის ანუ, მაგრამ არა, ზოგადად სახში მინდოდა კითხვის დასმა და ეხა დაგისვამ. ანუ თან ცხიმის წველია რამდენადაც ვიტყვი. თუ ის ელ-კარნიტინია, ხა მე ამეწე, ამერია, მართალი კრეატინი არის კონკრეტულად სითხის შემაკავება. სითხის იცი როგორ არის კონკრეტულად მარტო სითხის შეკავება, ანუ კუნთის უჯრედის მაქსიმუმ ჰიდრატაცია, ანუ სითხით უზრუნველყოფა ერთ-ერთი ფუნქცია მისი რა, ანუ კუნთის უჯრედებში და რა საჭიროა და რა სითხეს. აი ან ჯანმრთელობისთვის არის კარგი თუ რამე ხო და მაგ თქვა, აი კრეატინი არის ბუნებრივი ენერგიის წყარო კუნთისთვის, ანუ კუნთის უჯრედებში, აი როდესაც განსაკუთრებით ისე რა, უცებ გჭირდება კუნთს, რომ რაღაც ძალა მიეცეს, ენერგია კონდეს, აი თქვა დარბაში ვარჯიშობ, წონებ წევ, ან რაღაც სპრინტი უცებ რო ადგენ მცენი ძალით გაიქცე კრეატინი თუ საკმარის რაოდენობით გაქვს ორგანიზმში, ან ძალიან ეხმარება მაგ პროცესს რა. ისედაც კრეატინი, ანუ საკვებით დანამატით რო არ მივიღოთ, პროდუქტებისგან სადღაც გრამიდან 2 გრამამდე იღებს ხოლმე ადამიანი თუ თქვათ ხორცს, წითელ ხორცს განსაკუთრებით ჭამს, თევზს და ზღვის პროდუქტებს ჭამს და არის კიდე შედარებით დიდი რაოდენობა ცხოველის რძეებში, ცხოველურ რძეში რა. სადღაც 1-დან 2 გრამამდე მასე გამოდის თუ მაგ პროდუქტებს ასეთ ისე ჭამს ადამიანი. კიდევ 1 გრამს თვითონ პანკრეასი liver და კინი ღვიძლი და თერმკნების გამოშავება სადღაც 1 გრამამდე. ბუნებრივად ხდება ამის, რომ კუნთის უჯრედებში სისტემატურად ხდება ენერგიის მიწოდება, რომ რაც უნდა ფიზიკური აქტივობა მოუწიოს ორგანიზმს, რომ მზად იყოს, რომ გააკეთოს რა. განსაკუთრებით აი მძიმე საწევა და სწრაფად გაქცევა რაღაც ეგეთი რა. მოკნევადაში უცებ ენერგიის მიღება. ხო და ეს ამ კრეატინს რაც ბუნებრივად წარმოქმნის ორგანიზმი 95% ძირითადად სულ კუნთის უჯრედებში მიდის და დანარჩენი ტვინი, კუნი და სხვა ამბებში რა. მაგაზე მე ვიტყვი ბოლოს კიდე რომ ამ ამბავში ბოლო კუნეები განსაკუთრებით აი ცოტა ურადღება გადავიდა იმაკეთკენ რა. ძირითადი ფუნქცია კრეატინის არის, რომ აი როგორც გითხარი რა, ვარჯიშის დროს, ფიზიკური აქტივობის დროს კუნთის უჯრედს ძალა მიცეს, უფრო როგორ გითხარი, ვინც დარბაში ვარჯიშობს, პრაქტიკული მაგალითი რო ვთქვათ, ერთ მოძრაობას ჩაჯდომებს თუ აკეთებს რაღაც 60 კილოთი 10 ჯერ, ვთქვათ კრეატინის სისტემატური მოხმარება თუ დაიწყო, 60 კილო 10-ის მაგივრად შეიძლება 65 გააკეთოს, ან ტექნიკა ყველაფერი იგივე და ახლობით 65 კილო გააკეთოს. ხო რა, იგივე 10 გამეორებით, სხვა არაფერი არ შეცვალოს, არც კალორია, არც წონა მოიმატოს, სხვა არაფერი, მხოლოდ
არ იღებდა კრეატინს და შედარება გავაკეთოთ, თქვა 2 ან 3 კვირა ერთ თვემდე კრეატინის მიღება დაიწყო. აი მასეთ ეს 5 კილო ინდივიდუალური, მაგრამ წონის გაზრდა შეუძლია. ან შეიძლება 60 კილო 10 ჯერ თუ აკეთებდა და ყველაფერი იგივე კრეატინი ჩართო 12 ჯერ ან 15. ხო რა, გამძლეობასაც, ანუ კუნთი უფრო მეტი ძალა აქვს, ნაკლებად იღნება და performance როგორ არის უფრო ხო რა მეტი დატვირთვის უკეთესი მეტი დატვირთვის და უკეთესად შესრულება შეუძლია მოძრაობის რა ასევე არის ხელს უწყობს აღდგენას ვიცით რომ აი კუნთი რო დარბაში ვარჩევს კუნთის უხსნელები ზიანდება და მე უნდა აღდგეს აღდგენასაც ეხმარება ძალიან და ასევე ძალიან უწყობს ხელს აი ვარჯიშის დროს ტრამვის რისკს ამცირებს ძალიან ტრამვის რისკის შემცირების ყველაზე ისეთი ფაქტორი რაც მაგაზე მოქმედება აი კუნთის უჯრედებში სითხეც კარგად არის ანუ მაქსიმალურად ჰიდრატირებულია თუ შევსებულია სითხით და ეგ სითხე ბევრად უფრო კიდე ძნიერს და ფუნქციონალს ხდის კუნთის უჯრედს რა შენ ანუ რამდენიმე ჩამოთვალე და შენ მარტო აი ამ სითხის შეკავების ამბავი. მე შინია სითხის შეკავების, მე ისე ძალიან ვიკავებ და კიდე ეგ რო დავლიო, ვფიქრობ და ანუ იდეაში მე ეგ უნდა დალიოს, ვინც დარბაზში ვარჯიშობს. მე ესეც იდეაში მაგამოვიდა. სითხე, ანუ კუნთის უჯრედი ისედაც ძირითადად ანუ სითხე ნახშირწყლები და ანუ გლიკოგენი და სითხე, ანუ კუნთის უმეტესი ნაწილი, ანუ პროტეინი, სუპროტეინი, მეტ პროტეინს ცილას მივიღება კუნთის, არა, კუნთის უჯრედები ძირითადად ნახშირწყლიანი გლიკოგენი და სითხე არის რა და აი ეს სითხე რაც უფრო მეტზე არ არის რა, ანუ რაც უფრო ბალანსში იქნება, თანაკნისი არ იქნება კუნთის უჯრედების სითხის, მით უფრო ანუ ყველაფერი კარგად მის აღდგენაც როგორც თქვი, ტრამას უფრო ტრამის რისკი უფრო ნაკლებია, მეცაწე უფრო დიდი ხანი არ იღნები, ყველაფერი ისეთია და ეგ შეკავება აი შენ წარმოგიდგენია სულ რომ როგორ გითხრა რა აი რაღაცა გაიბერები და დასივდები არ არის ეგრე რა გააჩნია ორგანის ინდივიდუალურია მაგრამ ზოგს შეიძლება როგორც აი გრამები რა კილოც არ გამოვიდეს სასწორზე აი ეს ჭყანებში ზედმეტი სითხე რომელიც ზედმეტი არა პირიქით ანუ კარგად რო იფუნქციონირებს კუნთის უჯრედებმა ეგ საჭირო სითხეა რა და მით უმეტეს თუ აი ადამიანი თქვათ არც წითელ ხორცს ნაკლებად ჭამს მით უმეტეს წითელ ხორცს თქვათ არც თევზელობა დიდად არ ყავს არც ზღვის პროდუქტები და რძეს ხო ნუ ძალიან ცოტა სვამს მეც მაგათაც ეს რძე დავნიო ნაკლებად ცხოველური რძე მით უმეტეს ანუ აი კრეატინი ასე თუ ისე როგორ გითხრა რა რომც არ ვარჯიშობდე აუცინებელი არა მაგრამ ერთ-ერთი წინაზე რაც თქვი რა საკვები დანავეტები რაცა უნდა ეხა კიდე რომ ჩამოთვნით ყველაზე ისეთი რა აი აუცინებელთან ყველაზე ახლოს ასე ვთქვათ პირველი ნუ კრეატინი შეიძლება ითქვას იმიტომ რომ თავიდან როგორც თქვი რა ანუ ცენი კრეატინის მიღებულის გამომუშავებულის 95% ძირითადად კუნთის უჯრედებში აი დანარჩენი 5% და ეხლა განსაკუთრებით მიდის აი სულ ახალი კვლევები და ახალ ინფორმაციას იძლევენ მაგაზე რომ ტვინის მუშაობის ანუ კოგნიტივ უფრო როგორ გითხრა რა ეხმარება და მით უმეტეს ცოტა ისე რა აი ასაკში თქვა 60 და ზევით იძახიან ეგ ისევე როგორც კუნთის უჯრედები 60 და ზევით უკვე რა ნელა როგორც თქვა განევა იწყება რომ კუნთის უჯრედებს ბუნებრივად კარგავს ადამიანის სხეული მაგ დროსაც ეხა რაც ჩამოთვალე უფრო მეტი ძალა კონდეს კუნთის უჯრედებმა უფრო არ დაიღალონ რისკის ანუ ეგ ყველაფერი ზემოქმედებს იმაზე რომ რაც შეიძლება ნაკლები ისედაც ხომ მიდის კუნთის კარგვა და რაც შეიძლება ნაკლები ხენი შეუშალოს კუნთის დაკარგვას რაც კიდე უფრო ანუ 1000 ჯერ უფრო მნიშვნელოვანია რაღაც 60 ზევით რო ხარ ვიდრე რაღაც 20 და 25 წლის რო ხარ რა და როგორც თქვი აი ტვინის ამბავზეც მიდის ახლა კვლევები რომ აი დოზირება დაგვაუწყდა რა ნუ ინდივიდუალურია მაგრამ
ზოგადად ასე თუ ისე რიცხვს რო ამბობენ, აი 2 გრამიდან დაწყება 5 გრამი და ნუ ყველაზე ასე თუ ისე ზუსტთან ახლოს არის რომ ყოველ 10 კილოზე 1 გრამი კრეატინი რომ მიიღო, მე ვთქვათ რომ ვარ 10 კილო, რაღაც 7 გრამი კრეატინის მიღება შემინია, შენ რო ხარ რაღაც ვიღაცა 50, 5 გრამამდე, მაგრამ თავიდან ყოველთვის მაინც ჯობია მინიმუმით დაიწყო 2 გრამი, მე შეატყო როგორ არის 3 გრამი, 4 და ასე შეიძლება გაგაზდა როგორც თქვი და აი ეს 95% კუნთის უჯრედებში აი ტვინს თითქოს აღარ რჩებაო იძახიან ეხა რა რომ აი აღარ რჩება კრეატინი რომ აი ეს cognitive functions რაც ხო რა ხელს უწყობს ამიტომ დოზის გაზდა აი ეხა ეგ ძალიან ახანია და ჯერ ძალიან ადრეა მაგრამ 15-20 გრამამდე მით უმეტეს სპორტსმენები პროფესიონალ გადადიან რომ აი დიდი რაოდენობით კრეატინის მიღებას 15-20 გრამი ყოველ დღეო რომ ერთი რომ კუნთის უჯრედები ყველა არაკნია საჭირო რაოდენობით და მერე კიდე რომ აი ტვინს ძალიან ეხმარება რომ ის 5% მაქსიმალურად საკმარისი ხოს ტვინის cognitive functions გაუმჯობესებისთვის რა და ამიტომ ხო რა და ეგეც ახანია ვერ ჯერჯერობით ამტკიცებული ეს არა მაგრამ მე ასაკშიო დაავადებებია დემენცია ალცჰაიმერი და ეგეთ რაღაცებს ძალიან ხელს უწყობს მის შემცირებას და ნაკლები რისკია რომ ეგ დაავადებები დაგემართოსო თუმცა ეგ რამდენად მარცხანია ჩვენ ახლა დარწმუნებით ვერ ვიტყვით აი პროტეინი კრეატინი ასე თუ ისე გავიარეთ შემდეგი რა გაგიგია ისე აბა კიდე რა ელკარნიტინი არა მოიცადე უყურე ელკარნიტინი ეს ცალკე ის არის თქვათ ეხა იცი როგორ გადავიდეთ ელკარნიტინი აი ცხიმის მწვერნებშიც უბრალოდ მოდი ჯერ პროტეინი და კრეატინი რაღაც გავერთ ამინომჟავებიც ისე ვქნათ რა ეგ გამიგია მაგრამ საერთოდ აზრზე არ ვარ ანუ უყურე ნახე ცილას კაცები სვამენ უფრო არა თუ ცილა ზოგადად ცილის მოლეკულა შედგება ამინომჟავი ცილას რო იღებს ორგანიზმი ამინომჟავებად იშლება და ათვისება ხდება ამინომჟავების საკვები დანამატი პირდაპირ დაშლილი ცილა ასე ვთქვათ რა ამინომჟავების მიღება რა აი ეგ როგორ არის იცი უკვე ჯერ ხო ცინის მიღების აუცილებლობა ვთქვით რომ თუ საკვებისგან საკმარის იღებ ცილა აღარ არის უკვე ისე მნიშვნელოვანი და ანუ თუ ვთქვათ რა ვიღაც საკვებისგანაც მაქსიმალურად აი ოპტიმალურად კარგად ცდილობს იკვებოს თან პროტეინსაც სვამს და თან კიდე ამინომჟავების ან ამინომჟავებია ძირითადად ეხა ბაზარზე BCAA შეიძლება გაგებული ქონდეს branch chain amino acids რომელიც არის 3 ამინომჟავა და არის EAA essential amino acids რომელიც არის უკვე მწნიანად რა 9 ამინომჟავა და ტემპერატურა დავლიო ბარემ ყველა ერთად. ხო და უყურე ნახე თუ ოპტიმალურად მაგას ვიძახთ კარგად იკვებები, თქვა ცოტა დანაკნისი გაქვს ცინის და თქვა ცილას პროტეინ ფხმილს იღებს სვამ, რომელიც მერე რომ მიიღებს ორგანიზმში, ორგანიზმი ანუ იშლება ამინომჟავებად და ის ამინომჟავები მერე მუდმივად ცინის სინთეზს და ყველაფერს ცინის მოლეკულა რაში ჭირდება, მოკლედ ყველას აწუდის და კიდე ამინომჟავას რომ მიიღებ თუ არ გაკნია, ანუ ცილა არ გაკნია და ამინომჟავები საკმარისად არის ორგანიზმში, რომ აი ცინის სინთეზი სულ მიმდინარეობდეს. აზრი? ერთადერთი, აი თქვათ, მეც ხშირად თქვათ, გადამიხდია ფუნი და დამენევია, მაგრამ აი როგორ რაღაცა იცი, თითქმის ვერასდროს ვერ ატყობ მის აი კრეატინი რომ ვის არ დაუნევი არავის და დაიწყოს დანევა ინდივიდუალურმა და ახლობით 2 კვირაში, 3 კვირაში ერთ თვეში შეატყობს ფიზიკურად შეატყობს განსხვავებას რომ არსონ აი თუ საკვებით კარგად იკვები პროტეინს ეს ღება ცილა არ გაკნია ამინომჟავებს რომ დაამატებ 99% ვერაფერს ვერ გზნობ დიდად აი ეს შეგზნების დონეზე ნუ ერთადერთი რატომაც შეიძლება რომ თქვათ კარგად იკვებები ცილას იღებ და კიდე ამინომჟავა მიიღო განსაკუთრებით BCAA branch chain amino acids 3 ამინომჟავა რომელიც
განსხვავება რა, ვიტყვი, რომელიც თქვა ეხმარება ვარჯიშის პროცესში, თქვა კუნთის როგორც თქვა რა, უფრო performance დის რა, ნაკლებად იღრნება, ნაკლებად ტკივილი გაქვს და უფრო ეფექტურად ვარჯიშობ, ასე ვთქვათ რა. ანუ თვითონ ვარჯიშის პროცესია კარგი. აი EAA მეორე რო ახსენეთ 9 ამინომჟავისგან რომელიც შედგება მაგას ვინც სვამს, ეგ უფრო აი კუნთის აშენება აღდგენაში, აი უკვე რო დაზიანდა ივარჯიშე და მერე რო ეგ აღდგეს, აი ყველა ამინომჟავო 9-ვე ეხმარება მაგ პროცესს და თქვა თუ მე გადაწყვეტ მიღებას, ნუ თუ ვერ თქვა ვერ იკვევებით, საკმარის ცილას ვერ იღებთ, ამ პროტეინს დანევა თქვა არ გინდათ, კი ბატონო გადასარევისაა რომ ამინომჟავო პირდაპირ ამინომჟავო დანიოთ რომ ვთქვათ საკმარისი იყოს და ცილა როგორც ვთქვით ძალიან ბევრი პროცესების მნიშვნელოვანია და ცინის მოლეკულის დეფიციტი არ იყოს ორგანიზმში. ბრენჩენ ემინოესიდ ძირითადად სვამენ თქვათ ვარჯიშის პროცესში და EAS ძირითადად ან ვარჯიშის მერე ან დასვენების დღეებში რომ ეს დაზიანებული კუნთის უჯრედები კარგად და ეფექტურად აღდგეს. მაგრამ მაინც უფრო ურჩევდი აი თქვა ჩვეულებრივ ადამიანი, ვისაც წონის დაკნება უნდა, დარბაზში მოყვარულის დონეზე ვარჯიშობს, ან პროფესიონალურ სპორტს, ან რომელიც ზოგჯერ 2 ან 3 ვარჯიშს მოიცავს დღის განმავლობაში, არ არის პროფესიონალი სპორტსმენი, თითქმის არ არის აუცილებლობა, როგორც თქვი რა, თუ ცილა არ აკნია და პროტეინის ფხვნილსაც არ სვამს რა. აი, შემდეგი გადავიდეთ ახლა ელკარნიტინი ახსენე და ცოტა რამოდენიმე საკვები დანამატი დაგაქვს კიდე და თან დროის ამბავში ცოტა რომ მოვასწროთ ელკარნიტინი და ცხიმის ძირითადად ელკარნიტინი ცალკეც იღებენ ხოლმე, მაგრამ ხშირად არის რომ აი ცხიმის წვენებშიც fat burner რაც არის მაგაზეც მე პირადად ძალიან ბევრი ისენი შეშეკითხვები შემონდის და აი რა შვება როგორ და ეს მეც ბოდიში ჩაგერთვები იმიტომ გეკითხები რომ ძირითადად ცხიმის ქალებში უფრო პოპულარულია მსხვილი წველები ცხიმის მწველი დანამატები მაგაც იმიტომ რომ გონიათ რომ დაეხმარება წონაშკლებაზე და მაგიტო ვიკითხე და მაქსიმალურად ელკარნიტინიც არის ცხიმის წვენებშიც არის და ისედაც ელკარნიტი რო ვთქვათ ორგანიზმი როგორც კრეატინს ანუ თავისითაც გამომიშავებს ტვინში, ღვიძლი და თირკმლებში და ელკარნიტინი აი ამინომჟავო ეხმარება ანუ ცხიმის ენერგიის ან ხო ცხიმი ხო ეს ზედმეტს რომ მივიღოთ გროვდება სადღაც და აი ცხიმი რო ენერგიად გამოიყენოს ორგანიზმს მაგ პროცესებს ეხმარება ძალიან რა. მანდ ვარჯიშია აუცილებელი თუ ისეთ შეიძლება დალევა რო არ ვარჯიშობ. კი ხო ისეთ შეიძლება აი ცხიმი თქვა დეფიციტი თუ ხარ და თქვა ნახშირწყალიც თქვა ამოწურვა გლიკოგენი ისე არის ორგანიზმს კიდე ენერგია ჭირდება და აი თქვა გადავიდა და დაგროვა ცხიმის მოხმარება და აი ცხიმი რო ენერგიად გარდაქმნას მაგ პროცესს ხელს უწყობს და უფრო მარტივად ზოგადად არ არის იქ მარტივი პროცესი ორგანიზმისთვის ცხიმი რო ენერგიად გარდაქმნას მაგ პროცესს მოკლედ ძალიან ეხმარება რა და აი ცხიმის მწვენებშიც არის ხოლმე ინგრედიენტი და აი ცხიმის მწვენებზე ყველაზე მარტივად როგორც ის ბევრს გქონია რომ აი ცხიმის მწვენი თქვა საკვები დანამატი რომელშიც აი უამრავი ამინომჟავა ვიტამინი მინერალი ძირითადი მაინც უფრო კოფეინია რომ აი ხალხს გქონია რომ ცხიმის წველს თუ დანევს ანუ აი საკვები დანამატი ფხვნილი იქნება თუ კაფსულაც რაც იქნება რომ აი ცხიმის უჯრედებს რაღაცას უშვება ცხიმს წვავს არადა ცხიმის უჯრედის წვასთან არაფერშია ძირითადად კოფეინი რო აქვს და ანუ რამდენად ეხმარება ეგ მეორე საკითხია მე თუ დამიჯერებ და უმეტესობას ვისაც დაუნლევი ასევე იწვის რომ ნაკლებად მაგრამ ნუ მთავარი ისაა რომ გეხმარება თქვა მეტაბოლიზმის ამაღლებაში ასე ვთქვათ აი ჩვეულებრივად გინდვარჯიშობდე გინდა რა ორგანიზმს რა რაოდენობა ენერგია ჭირდება ცხიმის წველს თუ სვამ ანუ იგივე ფუნქციების შესრულებაში უფრო მეტი ენერგია რო დახარჯოს რა ანუ უფრო და მაშინ რატო არ ხო და არა ეს ეგ იძახე ან თქვა ესე პირდებიან მაგრამ რამდენად ეს
კოფეინი, ხო, კოფეინზე ცალკე ესაკვებთ და დანამატზე ვიტყვი, რომ ენერგიას გაძნევს, გულს გიჩქარებს, blood pressure იზრდება და გინდა რომ აი ფიზიკურად აქტიური ყო, მეტი ენერგია დახარჯო და მეტი კალორია დაიწოს. და მეტი კალორიის დაწვის ხარჯზე თუ დეფიციტი გამოვიდა, ხდება ცხიმის წვა. არაკი აი თვითონ ცხიმის უჯრედს რამე ხდება და fat burner-ის მთავარი ის რომ განდომებს რომ ასე ვთქვათ მეტად ფიზიკურად აქტიური იყო, ან რომც არ იყო ფიზიკურად აქტიური, მეტი კალორია დაწვას, მეტი ენერგია მოიხმაროს ორგანიზმმა ჩვეულებრივად არსებული ფუნქციების განხორციელებაში რა. აი ვინც ვთქვათ ცხიმის წვენის დანევას მოიაზრებს ან ფიქრობს, მაგაზე უფრო ეფექტური იქნება ცხიმის წვისთვის, ცხიმის წვენი კი არა, ვთქვათ ენერგეტიკი, pre-workout-ი რო დანიოს. Pre-workout-ი ძირითადად, აუცილებლად pre-workout, ვარჯიშის წინ დასანევი, ჩვენთან ქართულად ენერგეტიკს ეძახიან, რომელიც ენერგიას გააძნევს რა. მანდა ძირითადი შემადგენელი კოფეინია და ეგ pre-workout-იც არის თერმოგენიკი, არის თერმოგენული, ასე ვთქვათ. და არის არა თერმოგენი, ჩვეულებრივი pre-workout-ი, მაგათ შორის განსხვავება ის არის, რომ თერმოგენული ორგანიზმში ტემპერატურას, ბუნებრივ ტემპერატურას წევს მაღლა, ანუ ხურდება უფრო ორგანიზმი და უფრო კიდე უფრო მეტ ენერგიას მოიხმარს, უფრო მეტ კალორიას წვავს, ვთქვათ, ერთი და იგივე ფიზიკური აქტივობის გაკეთებაში, თან სითხესაც, ანუ ორგანიზმში ტემპერატურა იწვევს, სითხეც მეტი გამოდის და აი ზედმეტი სითხე, ვთქვათ, ვისაც შენება კონდეს, აი მაგის გამოდენას ეხმარება და სითხეს რო კარგავს ორგანიზმი, მით უმეტეს ზედმეტ სასწორზეც რო ჩამოდის კილოგრამი და ადამიანი. სასემონ შეგრძნება და გოგონია რაღაც სასწაული ხდება. მაგორიდანაც უბრალოდ აი თერმოგენული ენერგეტიკის დანევას მე მაინც უფრო უსაფრთხოა, რომ ჩვეულებრივი დანევა, ვისაც აი თერმოგენული ეფექტი არ ექნება, რომ ეს ზედმეტი სითხის დაკარგვა უმეტეს ადამიანებში ისედაც აი პროტეინზე რო თქვი, ვისაც ჭამა უყვარს ასე თუ ისე საკმარის რაოდენობას იღებს, თუ აი წყლის დანევაზე შემიძლია ვთქვა, რომ აი პირიქით და უმეტესობა ადამიანს სითხის ნაკლებობა ორგანიზმში და კიდე პლუს თუ ვარჯიშობს ხო ისედაც ოფნი მოდის სითხის კარგავს და კიდე თერმოგენული თუ დაამატა ცოტა სახიფათოა ვერთავდება ხოლმე კარგად თავბროს ხვევა გუნის წასვლა და ეგეთი ამბები ხშირია ხოლმე თერმოგენული pre-workout-ის დანევის დროს რა. ამიტომ ვინც თქვათ გინდა და გადაწყვეტს რომ ცხიმის წვენი დანიოთ, ჩვეულებრივი pre-workout-ი ბევრად უფრო ეფექტური იქნება ცხიმის წვისთვის და ვარჯიშზეც თქვათ როგორც აი კრეატინი გეხმარებათ, ესეც კოფეინი აქვს და მოგეხმარებათ რომ იგივე რაოდენობით ცოტა უფრო მეტი წონა აწიოთ, უფრო ნაკლებად და იღალოთ უფრო გამძნე იქნება კუნთი და უფრო მაღალ ინტენსივობის ვარჯიშს უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შეასრულებთ და იგივე დატოვებთ აი მთელი ძალით რომ მოინდომო და თქვათ pre-workout-ის გარეშე ზუსტად იგივე ინტენსივობის ვარჯიში შეასრულო შედარებით ახლა ზუსტ რიცხვებს რამდენად ვერ ვთქვით, მაგრამ შედარებით რომ ნაკლები კალორია დაიწვევა ვიდრე pre-workout-ი როგორ დანეული ასე ვთქვათ რა. აი, კიდე ახლა შემდეგი ხო, ბარემ პროტეინზეც კოლაგენი განსაკუთრებით ამ ბოლო წლებში ეხა ცოტა ხო რა ეხა ცოტა აი კოლაგენის ჰაიპი ცოტა ჩავარდა ჩაიძირა იმდენი მეც აღარ მსმენია და იმდენი აღარ მეკითხება ვიდრე ვთქვათ 2 წლის წინ რაღაც 1-2 წლის წინ მაგრამ აი მაგ დროს რო შევა კოლაგენი რაღაცა ასა კი პროტეინის ერთ-ერთი რაღაც 30%-ამდე ორგანიზმში კოლაგენის პროტეინზე მოდის რომელიც რა თქმა უნდა აი ძალიან მნიშვნელოვანია როგორც თქვით პროტეინი თითქმის ყველა ქიმიურ პროცესში ჩართულია, მაგრამ აი კოლაგენის პროტეინი სადაც როგორც უნდა მოძებნა, სხვა კუნებებიც ბევრია, რომ ძირითადად მაინც უფრო აი კანის სამბავ აი კუნთის, თქვათ, კუნთის შენება და აღდგენაზე ნაკლებ ზოგი ძახშო თითქმის არანაირზე გავანს არ ახდენსო ძირითადად უფრო აი კანის სამბავზე კანის ელასტიურობას დის კანის
hydration, ანუ სითხე რო საკმარისი იყოს, ელასტიურობას ეხმარება, მკვდარი კანის ქსოვნები რო ახნით ჩანაცვლეს, აი ვინც თქვა კოლაგენის მიღების ფიქრობს ან გადაწყვეტს, აი კუნთის ამბავზე უფრო არა, უფრო აი კანის მხრივ შეატყობს იმას რა ხო რა ცდებითაც აი რაც კურნოები და რაღაცა ყველა დაზუსტებით ამბობს რომ მაგას ეხმარება და არა ვთქვათ ვერ ამტკიცებენ რომ კუნთის ზრდაშიც კუნთის აღდგენაში დიდ ზეგავლენას ახდენს. კაი, ეხლა შემდეგი კიდე შეგვინია ცალკეც ვიტყვი და ერთადაც რომ მოგწიოთ, აი ვიტამინები და მინერალები რა, მეც აი ხო C ვიტამინს დინი. C ვიტამინს ხომს, მოკლედ სანდრო ყოველ დღე. ყველა სეზონზე სო აღარ მას. აი ეგა ისეთი რა, ყურე ხა C ვიტყვი ვიტამინებზე და მინერალებზე რომლებიც რა, ანუ უსაზღვროდ მნიშვნელოვანია და ორგანიზმა კარგად ოპტიმალურად იფუნქციონირებს C ვიტამინი, B ვიტამინის ჯგუფები, D ვიტამინი განსაკუთრებით, მინერალები, რკინა, რაღაც ცინკი, მაგნეზიუმი, ანუ ძალიან მნიშვნელოვანია ორგანიზმის ეგ ყველაფერი. თუმცა როგორ რაღაცა იცი, ანუ თუ არ გაქვს ნაკლებობა, ანუ აი ყველანაირ აზრს კარგავს მათი მიერ. ანუ შენ C ვიტამინის ნაკლებობა. ხო და მაგაც ვიძახი, ესე შეიძლება, ანუ შეგიძლია მიიღო და რაღაც ზედმეტად გადაჭარბებულ რაოდენობა თუ არ მოგივიდა, რაც ასევე საზიანოა, სასაკმაოდ, ჩვეულებრივად შარდით გამოდის, ანუ ხშირად ამბობენ, რომ აი ტყუილა როსვამ, ანუ ყველა ფულს იმაშვები რა, კარგავ ასე თქვა. მე ჩემი დინი C ვიტამინის მიღების ისაა, რომ აი პირდაპირ წყანი ძალიან მიყვარს და ისედაც ვამ, მაგრამ აი უბრალოდ წყალს მაინც ყოველთვის ის ცოტა შუშხუნა ტაბლეტს არ ვსვამ ხოლმე, ძირითადად შუშხუნას რომ ჩავაგდებ რა, ცოტა ფორცოხნის თუ ნიმნის გემოაქვს და ცოტა გაზირებული ხდება წყანი და ბევრად მარტივად პირველი ჭიქა მიყვარს რომ პირველი ნახევარი ლიტრი ასე ვთქვა დღეში რომ C ვიტამინს ჩავაგდებ და ნუ ერთ ტაბლეტს ვიღებ 1000 რომელიც დიდი ალბათობით არ მაკნია თუმცა ძალიან კაი იქნება მეც მაგაში ვაღიარებ ჩემ თავს და ძალიან ისე ვარ რომ ანუ როგორ არის ჩეკაპები რაღაც ყოველ სისხლის ანალიზის მაინც რა ყოველ ნახევარწელში იქნება თუ რაღაც სამ თვეში უკეთესმა წელიწადში ერთხელ მაინც რომ გაიაროს ადამიანი და მიხვდეს რა ვიტამინი სამი თვე არ არის საჭირო ხო ჯამრთელი ხარ 6 თვეში ერთხელ ხო 6 თვეში ერთხელ მე მიჭერს ხოლმე მაგრამ შენ ბოლოს როდის არ ვიცი მაგრამ ყველას აი მაგას ვიძახი ამიტომ ყველას გონია რომ მე რაღაც იდეალური ყველაფერი რადგან თეორია ყველაფერი ვიცი და მეც პრაქტიკაში იდეალურად ვაკეთებ ყველაფერს არა მაგალითად ერთ-ერთი აი რომ ყველას აი აუცილებლად ურჩევ და ძალიან კარგი იქნება ძალიან დაეხმარებიან თავის თავს ნუ აი სისხლის ანალიზი მაინც სადაც ან სხვადასხვა ტესტები თუ რამეს ოდამაინც შეატყობენ რომ ვიტამინები მინერალები რამე გაკნია ყველაფერი ჩანს რა აი თუ მე აღმოჩნდა რამე გაკნია და საკვებისგანაც არის ზოგადად ხშირად არის ხოლმე აი მაგალითად რკინას ნაკლებობისაც აქვს აი საკვებისგან რკინა რწუნია მაგრამ მე მგონი ეხლანდელი საკვებიდან ვერაფერს ვეღარ ვიღებთ უკვე ისეთი ხო აი ეგ კიდე ხო კიდე ცალკე თემა თუ შეატყეთ რომ ნაკლებობა გაქვს რაღაცის დეფიციტი გაქვს კი ბატონო ადგები და იყიდი და თანემარა ისე რომ აი რამე უბრალოდ აი მულტივიტამინი რაღაცა კარგია კარგია რა მულტივიტამინები რა თუ არ გაკნია არაფერში არ გეხმარება და ჯამრთელობას არ აუმჯობესებს ისევე როგორც აი პროტეინზე როგორია ხალხს რომ აი პროტეინი კი მნიშვნელოვანია და რაც უფრო მეტ პროტეინს დანებ კუნთები უფრო მანე აღმიდგება და უფრო დიდები გამეზდება არა რა თქმა უნდა არა მაგაზეც ვაღიარებ მე რო თავიდან დავიწყე ინგლისში გაურისკეთქო
ამდენს ვიღწა, ანუ საკვებისგან უკვე საკმარის ვიღებდი და კიდე პროტეინისგანაც ვამატებდი და არ გამეზარდა უცებ ძალიან დიდი კუნთები სასამწუხაროდ არ არის ეგრე რა. ანუ რაღაცა ვიტამინი იქნება, მინერალი იქნება თუ პროტეინი, კრეატინი, რაც ბევრი ყოველთვის უკეთესი რა თქმა უნდა არ არის, ბევრი წყანიც არ არის, ძალიან ბევრი სასურვენი ასე ვთქვათ. ამიტომ ყოველთვის აი მაგ ვიტამინების, მინერალების ომეგა-3 იქნება, მაგნეზიუმი, ცინკი, რკინა, C ვიტამინი, B ვიტამინი, ერთადერთი რაც შემინია ვთქვა, რომ აი მაგრამ მანდაც აი მის გარეშე ტესტის გარეშე ცოტა ის არის D ვიტამინის ამბავში როგორც მე არა ზოგადად იძახიან რომ თითქმის უმეტეს ადამიანს ასე თუ ისე D ვიტამინი აკნია თუ რაღაც შენება მზიან ადგილზე ცხოვრობენ და იქაც მზიან ადგილზე აი რაღაც კონკრეტულ საათში უნდა გადიოდე რომ კარგად D ვიტამინის მიღება ყველაზე ისე მაგის ანალიზი ძალიან მარტივია გაიგეთ. ხო, ყველაფრის ანალიზი მაგას ვიძახი რა ვიტამინის მინერალის ანალიზი. ისე და გაარკვია და მე ჯობია რომ ის ფუნი რაც აი მაგ საკვებ თანამატში გადაიხდი და ახლობით იგივე ღირს ალბათ ანალიზი და თუ დაგჭირდა ხო თუ არა და საერთოდ არ აღჭირდება მით უმეტეს ვისაც აი ვარჯიში დაწყებული აქვს და კვებასაც აი ასე თუ ისე ცდილობს რომ ყურადღება მიაქციოს დაბალანსებული კვება აქვს ძალიან ცოტაა რომ აი თუ რაღაცა თქვა ხორცი არ უყვარს ან იმას ვერ იღებს ან რაღაც კონკრეტული რაღაც პროდუქტები ძალიან არ უყვარს და საერთოდ არ იღებს თითქმის ყველა ადამიანს ნორმაში აქვს ხოლმე არავის ძირითადად არაფერი არ აკნია რა და ვინც რო ვიძახით ცდილობს რომ მრავალფეროვნად იკვებოს და ასე თუ ისე განსხვავებული პროდუქტები მიიღოს რა აი, კიდე რა, თუმცა ისე ცალ-ცალკე რო აღო მაგნეზიუმი ძალიან მნიშვნელოვანია, აი პროტეინის სინთეზი ძალიან ეხმარება, ომეგა-3, ომეგა მარტო 3-ს 3, 9, 6 ან ყველაფერი ისეა, რომ აი უკიდურესად ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანია, რომ ცალკეუნის დეფიციტი შეიძლება ძალიან დიდი რაღაც არევები გამოიწვევს ადამიანის შემცველობაში, მაგრამ თუ არ გაკნია, აი არ გინდა ტყუილა დანება გამოვა და თუ რაღაც მომენტში ზედმეტი მოგივიდათ, მაგან შეიძლება პირიქით პრობლემები შეგიქმნათ. კიდე რასაკვები თანამატი ცხიმის წვენი თქვით, კრეატინი, პროტეინი თქვით, პრე-ვორკაუტი თქვით. მე მგონი ამოვწურათ უკვე ხა ესეთი მარტივად მისაღები. ხო, ნუ დანარჩენი ალბათ უკვე ძირითადი რაც არის ეგენია, ამინომჟავებიც თქვით. კიდე ელექტროლიტებიც ეგეც ძალიან ისეა, ეხლა აი ხო ამბობდი ელექტროლიტებზე, რომ ვარიანტი დალიეთ. ხო და არა, აი როგორ აუყურე ნახე, ელექტროლიტების დანევაზე ეხლა ძალიან იმაშია რა, ხოჩია, რომ აი ეგეც რატო წამოვიდა? იმიტომ რომ უმეტესი ადამიანების ან დიდი პროცენტი სითხეს, ანუ არ იღებს საკმარის, აი სითხის ორგანიზმი შეკავება არ არის შეკავება არა, სითხის ბალანს არა, ანუ უჯრედებს შიგნით და უჯრედებს გარეს საკმარისი რაოდენობა სითხე რო იყოს, აი მაგას უზრუნველყოფს, ასე მარტივად რო ვთქვათ, ელექტროლიტები და როგორი რაღაცა იცი, აი გააჩნია ადამიანის ჯერ გარემოს საცხოვრობს, რამდენად ცხენია, რამდენად სითხე გამოდის ორგანიზმიდან, ისე რომ ადამიანი ვერც ვთქვათ, ცხელ ამაში გარემოში თუ ცხოვრობ 30 და ზევით გრადუსი და გინდა არ გინდა მეტр სითხეს დაკარგავს ორგანიზმი. ასევე ვინც ადამიანი აქტიურად პროფესიონალი სპორტსმენებიც მაგალითად, ვინც აქტიურად დღეში 2-3 ვარჯიში აქვს და აი ოფსში რო იწურებიან, აი სულ რო ძალიან ბევრი ოფს კარგავენ. ადამიანი რომელიც მაგალითად საუნაში სისტემატიურად დადის და ანუ ძალიან ბევრი სითხეს კარგავს. აი ესეთი ადამიანებისთვის კი შეიძლება რომ აუცილებელი აი გადამწყვეტი შეიძლება არ იყოს, მაგრამ სასურვენია რომ მოიხმაროს, თქვათ მე რო აი ვარჯიშობ რატოს ვარჯიშობ აქტიურად, თქვათ ხშირად, კვირაში 5 დღე, თუ მეტი არა, საუნაში სისტემატიურად დავავდივარ, რაღაც მინიმალური დოზა ელექტროლიტები რომ მივიღო, რომელიც ასევე როგორც C ვიტამინი წყალში რო წაყრი, კაი გემოაქვს და მეხმარება ბევრი წყალი და დამანევინოს, ანუ it's okay, მაგრამ აი ვინც ადამიანი არც ვარჯიშობს, არც საუნაში არ დადის, არც ცხელ გარემოში არა, ანუ
სითხეს არ კარგავს ორგანიზმი, ბევრს საერთოდ არ არის მაგის აუცილებლობა რა. უბრალოდ ეხა ის საკვები თანამატებზე როგორც თქვი რა, ესე აუცილებლობა დიდად არც პროტეინზე, არც კრეატინი ყველაზე ახლოს აუცილებელთან, მაგრამ არც კრეატინზე, არც BCA, არც ცხიმის წვენ, რა თქმა უნდა, არც pre-workout არ არის, მაგრამ მან დაიწყო მარკეტინგი და ესე ერთვება ძალიან და რაღაცა ძალიან დიდი ორგანიზაცია, რაღაცა მარკეტინგული იმას, მე ინფლუენსერებიც რამოდენიმე იტყვის და აგორდება, ასე ვთქვათ, აი რომ აგორდება და ელექტრონიტი ძალიან მნიშვნელოვანია, აგორდა და ყველა რაღაცას კტენის, აი ინფლუენსერი გამოაი თუ არ დანევეს, მოგივა თუ საკვები თანამედროვე ყოველთვის დასამატებენ. დაამატე თუ რაღაცა არ ყოფნისა, რაღაცა deficiency გაქან რაღაც. ისე რომ აი კარგად იკვებები, კარგად ვარჩევ ცხოვრების სტილს. ოკეი, მოწესრიგებული და გინდა თუ არა გჭირდებოდეს არც ერთი აი საკვები თანამედროვე ესე არ არის რა. გავიგე, მოხმარება კარგია, მაგრამ უნდა იცოდე ზუსტად რა როგორ რაში გჭირდება. ასე თუ ისე ხო გავიარეთ საკვები დანამატები თუ რაღაც მერე შეიძლება ცალკეულ ეპიზოდში თუ არა და რაღაც შეკითხები რომელიმე კონკრეტულ საკვები დანამატზე თუ იქნება გზადაგზა კიდე დიდი მადლობა მე მგონი ახლა ის ყველაზე პოპულარული რაც არის და რაც ყველაზე მეტად აინტერესებს ხალხს იმაზე კი ისაუბრე საკმაოდ გასაგები ენით. დიდი მადლობა სანდრო და დროებით. აბა შემდეგ ეპიზოდებამდე.